დღესამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აგვისტოს ომში დაუბრუნდა სრულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. შემდეგ კი უწმინდესმა ბერულაშვილების მარგიანების, გვიჩიანებისა და გურჩიანების გვარები დალოცა. ჯარისკაცები არაფერს შუაში არ არიან. ისინი ასრულებენ ბრძანებას და ღმერთმა მოგვწეს ჩვენ ზავა, ღმერთმა მოგვწეს სიბრძნე, რომ ასეთი უაზრო ომები აღარ იყოს. ეხლა შესრულდება პანაშვიდი არა მარტო ქართველთათვის, არამედ ოსებისათვის, აფხაზებისათვის, რუსებისათვის და ყოველი ადამიანისთვის, ვინც ნებით ანუ უნებლიეთ მიიღო მონაწილეობა ამ საშინელ ომებში. გაგამრავლოთ ბედნიერად იყავით, ჩვენთან აქვს ღმერთი. ძალიან დიდი ტრაგედია იყო მთელ საქართველოსთვის, ამ ბიჭების ამბავი, ესეთი დიდი ომი, ესეთი საშინელი ამბავი, ღმერთმა გვაშოროს მომავალში საქართველო იყოს ბედნიერი და დღეს არის ამავე დროს მარგიანების კურთხევა. დალოცული ყოფილიყოს ყველა მარგიანი, ყველა ქართველი ხალხი. დღეს დილით გორის ციხესთან, სადაც ქართველ მებრძოლთა მემორიალი გაიხსნა, ომში დაუბრუნდა სრულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია ხელისმოწერით შეუერთდა საზოგადოების მიმართვას, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერას თხოვს და რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენებს აღებული ვალდებულებების შესრულებას. ორი წლის წინანდელი რუსეთის აგრესია, ყველას ძალიან კარგად ახსოვს ეს ოკუპაციის პერიოდი და ასევე ყველას კარგად ახსოვს ის ბიჭები, რომლებიც დაიღუპნენ ამ ბრძოლაში, დაიღუპნენ ბრძოლის ველზე, დაიღუპნენ იმ პერიოდში, როცა ისინი იცავდნენ ქართველ ერს და საქართველოს სახელმწიფოს. სწორედ ამ ბიჭების სახელით ჯერ პირველ რიგში ყველას უნდა გვახსოვდეს და მუდმივად უნდა გვახსოვდეს ამ ბიჭების სახელები ჩვენ და მათი სახელების სადიდებლად ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანა აღორძინდეს, ქვეყანა გაერთიანდეს, ტერიტორიები დავიბრუნოთ, ეკონომიკურად გავძლიერდეთ და გავიმარჯვოთ. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მინდა მიმართო, რომ ქეთს ვიხრით ჩვენ ყველანი მათ წინაშე, რისთვისაც ის ბიჭები შეეწირნენ იმ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ აუცილებლად. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ქვეყანა ვითარდება, ყველა ხედავთ ამას და ზუსტად ამისთვის გასწირეს თავი ჩვენმა ძმებმა და ჩვენმა სისხლმა და ხორცმა. რომ ქვეყანა განვითარდეს, ქვეყანა გაერთიანდეს და გამთლიანდეს. და თითოეული მოჯახის წევრს, მათ მშობლებს, მათ მეუღლებს ვეტყვით, რომ ჩვენ უკან დახევის უფლება არ გვაქვს, სიცოცხლის ფასადაცვა დაგვიჯდეს, რასაც იმათმა თავი შესწირეს, ჩვენ ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. როგორც კვიდრნი აფხაზეთის სამაჩაბლოს, მე როგორც სოხუმში დაბადებული და ჩვენი ოჯახი დევნილი აფხაზეთიდან, ისე ვაწერთ ხელს ამ გრაგნილს და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ გსურს და ჩვენ გვაქვს უფლება ყველასთან ერთად, აფხაზთან, ოსთან, სომეხთან, ბერძენთან, რუსთან, ვისაც სურს ყველასთან ერთად ცხოვრება ჩვენს სახლებში, ჩვენს ოჯახებში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სრულიად საქართველოში.
დღესვე გორის ციხის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა. ერთიანობის სიმბოლოდ ჯაჭვი ადგილობრივებმა და ჩამოსულმა სტუმრებმა შეკრეს. ამ აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა და მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები, მტოვრილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ ახსოშვილი. მშვიდობის სიმბოლოდ ცოცხალი ჯაჭვის მსვლელობის დროს გორის ციხიდან ტრედების გაუშვეს. გავიხსენეთ 2008 წელს დაღუპული ჩვენი ქართველი გმირები გორიდან. დღეს მეუფემ გადაიხადა პანაშვიდი მათ სულების კიდევ ერთხელ გასახსენებლად და ჩვენ ყველანი ერთად მზად ვართ, რომ ამ ხალხს ეს ხალხი რასაც შეეწირა იმ საქმეს ვემსახუროთ ბოლომდე და მევიყვანოთ ბოლომდე. ჩვენ ყველანი ერთად გორის მოსახლეობა დღეს შევკრავთ ცოცხალ ჯაჭვს გორის ციხის გარშემო სიმბოლოდ იმისა, რომ ჩვენ მდგევართ ერთად და მტერი ვერ დაგომარცხებს. 2 წელი გავიდა იმავად მოსაგონებელი დღისაგან. მშვიდობა ჩვენთვის ყველაფერია, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოვესწრებით ერთია საქართველოში, დაბრუნებას და ვიცხოვრებთ ერთია საქართველოში. ეს აუცილებელია. 2 წლის წინ არა მარტო გორილებმა, არა მარტო ქართველებმა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რა მოხდა 8 აგვისტოს 2008 წელს. ეს იყო საშინელება. როდესაც ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ ბომბავდნენ ნაწილს, სადაც მე ახლოვ ცხოვრობ და როგორ იყო ხალხი აწიოკებული აი იმ წუთებში, იმ საათებში და იმ დღეებში. მშვიდობა უნდა იყოს და ოჯახთან ერთად იმიტომ მოვედით, რომ ჩვენ მთელი ოჯახი ვარ და საქართველოს გვინდა, რომ მალე გამთლიანებული გვენახოს. მშვენიერი სანახავი იყო წუხელ გორის ცენტრალური მოედანი და საქართველოს რუკის კონტურზე ანთებული სანთლები. გორის მცხოვრებლებმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა საქართველოს დროშის ფერებში 5000-მდე სანთელი დაანთეს. ეს სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და 2008 წლის აგვისტოში რუსეთს საქართველოს ომში დაუბრუნებულ გმირებს მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორებმა და მოსახლეობამ ოკუპანტებს ამით კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველო ერთიანია. ვინც ნახა ღამის გორი ყველამ აღნიშნა, რომ წუხელ აგვისტოს ომის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი ქალაქი გორი განსაკუთრებით ლამაზი და მოკრძალებული იყო ხსოვნის კვირეულში. რაც განმოხურს ნამდვილად არ ეტყობოდა მაშინ, როდესაც ომში დაუბრუნებული გმირების ოჯახის წევრები საქართველოს რუკის კონტურებზე სანთლებს ანთებდნენ და გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ განმოხურში სწორედ ამ დროს ფეიერვერკების ზეიმი იყო. არადა ხსოვნის კვირეულის აღნიშვნა 3 დღის წინ სიმბოლური ყაყაჩოებითაც დაიწყო. გორის ცენტრალურ მოედანზე კეთდება საქართველოს რუკა, რომელშიც აენთება სანთლები. სანთლებს აათებენ გორელი ახალგაზრდები. ღონისძიების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო და დღეს ამ ღონისძიების მიზანია, რომ საქართველო ავანთოთ ყველამ ერთად. ხარია დღეს ამ აქციაში რომ მონაწილეობთ, ვაკეთებ საქართველოს რუკას. ზედ არის დროშა გამოსახული და ვაკეთებთ სანთლებით და ძალიან ლამაზი იქნება. იმედი მაქვს კარგი გამოვა და გმირებს ვცემთ ამით პატივს. ჩვენ გვინდა რომ თელმა ქვეყანამ დაინახოს ანთებული საქართველოს რუკა და დროშა. ზუსტად ესე გამოიყურება ჩვენი ქვეყანა და ჩვენ გვინდა 2 წლის თავზე ჩვენი გმირების უკვდავი სახელის მოსაგონრად დავანთოთ სანთლები გორის ცენტრალურ მოედანზე. სწორედ იმ მოედანზე, სადაც 2 წლის წინ შევიდა რუსის ბომბები. აგვისტოს ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის ოპოზიციური ძალების ლიდერები დღეს თბილისში ჩამოვიდნენ და ბრიფინგის გამართეს სასტუმრო ინტურისტის შენობაში. მათ კრემლისგან საქართველოს დეოკუპაცია მოითხოვეს. ჩვენი ვიზიტის მიზანია ვაჩვენოთ, რომ რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან პუტინის ოფიციალურ პროპაგანდას. გვინდა დაგიმტკიცოთ, რომ არიან ძალები, რომლებიც ებრძვიან ამ რეჟიმს და მხარს უჭერენ საქართველოს. ჩვენ უსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ამ ტრაგედიის შედეგად დაზრალებულ დევნილებს. რუსული ოპოზიციური ძალები, რომლებიც კრემლისგან საქართველოს დეოკუპაციას მოითხოვენ, დღესვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მოწყობილ სამშვიდობო აქციაში შეუერთდნენ. ანდრე ნეკრასოვის და ოლეგ პამფილოვის შეფასებით აგვისტოს ომით პუტინის რუსეთმა თავის რეალური სახე აჩვენა და დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს. 2 წლის წინ ჩემმა ქვეყანამ პატარა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. სამწუხაროა, რომ ამას რუსული მედია მხოლოდ დღეს ხვდება. შედეგად მივიღეთ ევროპის რუკის ცვლილება. ასევე სამწუხაროა, რომ მსოფლიო ამ ფაქტზე მკაფიო რეაგირებას არ ახდენს, აღნიშნა ნეკრასოვმა.
На месте памятника Сталину русские солдаты, многие из них, русское руководство воспринимало это как своеобразный троянский конь. Они воспринимали Сталина как союзника своего. 2008 წლის ომი იყო კულმინაცია 30 წლიანი მცდელობისა, რომ მომხდარიყო საქართველოს დემოკრატიული გზიდან აცდენა. მთავარია, რომ ეს მცდელობა ჩაიშალა. საკმარისია შეხედო დღევანდელ საქართველოს. ამ 2 წლის განმავლობაში მან პოლიტიკური განვითარებისთვის წინ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა. არატერორისტულ კანიბალიზმს ასეთი სახელწოდებით გაიმართა მშვიდობიანი აქცია გორში, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრთან. აქცია თავდაცვის სამინისტროსა და კრეატიული სტუდია IJO-ს მიერ იყო ორგანიზებული. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა კი აქციაზე 8 თემატური ტილო გამოფინეს. კრეატიული სტუდია IJO თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოადგენს პროექტს არატერორისტულ კანიბალიზმს. შექმნილი ტილოები გადაეცემა რომელიმე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს და იქნება იქ წარმოდგენილი მუდმივი მოქმედი გამოფენის სახით.